მოგესალმებით, გადაცემა ტელეკომპანია ობიექტივი, მოგესალმებით, მედიაკავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში განაგრძობს მოუწყებლობას, გადაცემით ახალგაზრდული სული. მე მის წამყვანი მარიამ კაპანაძე და ჩემთან წამყვანი ესმა გუმბერიძე დღევანდელ გადაცემას წავიყვანთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. მოგეხსენებათ, გაზაფხული დაიწყო, გილოცავთ პირველ რიგში გაზაფხულის მოსვლას. გაზაფხული იწყება ქალებისთვის სასიამოვნო დღეებით, განსაკუთრებული დღეებით, დედის დღით და 8 მარტით. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაც ქალბატონებს შეეხებათ და შესაბამისად დავიწყებთ ამ თემით. ჩემთან წამყვანი ესმა გუმბერიძე Skype-ის საშუალებით შემოგვიერთდება. ხაზია ესმა და ვიხარია ამისთვის, რომ ის ჩვენს გვერდითაა. მცირეოდენი ცვლილებით, მისი რაღაც პრობლემების გამო ის მას მოსკოვში მოუწია წასვლა და ესმა ხაზი ხარ? კი, მოგესალმებით მოსკოვიდან. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აქ ჯერ კიდევ ზამთარია და თოვს კიდეთ და არც დნება თოვლი და ამიტომ მინდა ვთქვა, რომ თქვენთან ნამდვილად გაზაფხულია და ნამდვილად კარგი ქვეყანა გვაქვს და გვინდა შეგვიძლია ამითი ეს გვიხაროდეს. ეს ისე ლირიული გადახვევა. ასევე მინდა შეგახსენოთ ჩვენი ტელეფონის ნომრები 2388 და ასევე Skype ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. შეგიძლიათ დაგვირეკოთ, გამოთქვათ თქვენი მოსაზრება და აუსვათ კითხვები ჩვენს რესპონდენტებს და ასევე ჩვენ და ჩვენ მზად ვიქნებით შეძლებებს დაგვარად და ჩვენ რესპონდენტებიც რომ კითხვებს უპასუხოთ და გთხოვთ იაქტიუროთ და ჩვენი გადაცემა უფრო მრავალფეროვანი გახადოთ და ამითი დისკუსიაც უფრო საინტერესო გახდება. ჩვენი დღევანდელი სტუმრები კი იქიდან გამომდინარე, რომ როგორც მარიმ უკვე თქვა, აგერ 3 მარტი იყო გუშინ წინ დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღეც, ანუ 8 მარტი სამშაბათს არის და ამ ორ ქალებთან დაკავშირებულ ამ ორ დღეს შორის მოექცეთ ჩვენი გადაცემა. დღეს საუბრობთ ქალებზე და დედებზე. და შესაბამისად ჩვენი სტუმრები იქნებიან ელენე ბერიაშვილი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი, ასევე თესეუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, ისტორიულ ფაკულტეტზე სწავლობს ის, ასევე ანი ჩანგაშვილი, ფსიქოლოგი, თეა ბოლქვაძე, ექიმი და პარაოლიმპიური კომიტეტის თბილისში რესეფშენის თანამშრომელი და ბოლოს მარიამ მიქიაშვილი, ორგანიზაცია მარიანის თანადამფუძნებელი და ასევე სპეცმასწავლებელი. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. და ახლა დავიწყებთ ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლისგან, ელენესგან და ესმა გადავა მასთან პირველი შეკითხვით. ელენე, გთხოვთ, რომ ცოტა პატარა ექსკურსი გაგვიკეთოთ შესავალივით ქალთა დღის ისტორიის შესახებ და ასევე დედის დღის ისტორიის შესახებ, რომ როდის ასე თქვათ აღინიშნა ეს ორი დღე პირველად თითოეული ამ დღეთაგან და რამ განაპირობა და რა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს ამ დღეებს ქალებისთვის და ზოგადად ადამიანებისთვის. მადლობა ესმა საინტერესო შეკითხვისთვის. რაც შეეხება დედის დღეს, პრინციპში დედის დღეც და ქალთა საერთაშორისო დღეც პირველად ორივე ამერიკაში აღინიშნა მე-20 საუკუნის დასაწყისში. პირველად დედის დღის დაარსება ანა ჯავრის უკავშირდება, ამერიკელ მშვიდობის აქტივისტს, რომელმაც გადაწყვიტა დაეარსებია ეს დღე და ამისათვის ძალიან დიდ ხანს იბრძოდა, ჩამოაყალიბა ქალთა დღისადმი მიძღვნილი კომიტეტი, რომელმაც შეიტანა ინიციატივა ამ დღის საერთაშორისო დაარსებასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში მე-20 საუკუნის დამდეგს ეს დღე უკვე აღინიშნებოდა 1909 წლიდან. ჩვენ ვიცით, რომ დედის დღე, ან დღესდღეობი ძალიან რომანტიზებულია და პრინციპში კომერციული საშუალებაც არის, რამე თუ ამ დღეს ძალიან კარგად იყენებს ბიზნეს სექტორი, რაც ეს ამ დღის კომერციალიზაცია ანა ჯავრისის მთავარი სატკივარი იყო, იგი ილაშქრებდა აქტიურად ამ დღის კომერციალიზაციის წინააღმდეგ, რამე თუ მას სურდა შვილებს დედებისთვის მიელოცათ ეს დღე თავიანთი შექმნილი საჩუქრებით, წერილებით და არა უბრალოდ ყვავილებით ან საჩუქრებით, რომელსაც ძალიან მარტივად შეიძენდნენ მაღაზიაში. ეს უნდა ყოფილიყო დღე, როდესაც შვილები მშობლებს გადაუხდიდნენ, ამ შემთხვევაში დედას, გადაუხდიდნენ მადლობას იმისათვის, რომ მათ აჩუქეს სიცოცხლე და მათ შეეძლოთ საკუთარი თავის რეალიზება ცხოვრებაში. თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი ესე არ წარიმართა, იმიტომ რომ
ამ დღის კომერციალიზაციამ რაღაცნაირად სენტიმენტები და ის თვითონ პათოსი, სენსიტივობის პათოსი დაკარგა დროთა განმავლობაში. ამის გამო ანა ჯავრის მოუწია კიდევაც სხვათა შორის ციხეში ჯდომა, იმიტომ რომ მას არ მოსწონდა ამ დღის ასეთი ფორმით აღნიშნვა და ამბობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო დღე, რომელსაც შვილები მიუძღვნიდნენ თავიანთ დედებს და ამავდროულად ეს უნდა ყოფილიყო ომში დაღუპული ჯარისკაცების დედების გასამხნევებელი დღე, რაც საბოლოო ჯამში ფორმირდა ისე როგორც ფორმირდა დღეს პრინციპში ვიცით, რომ შვილები მაინც არ არიან აქტიურად თავიანთი ხელნაკეთი ნივთებით არ ერთვებიან მშობლებისადმი, ეს ხშირად შემოიფარგლება ხოლმე ყვავილებით, მისალოცი ბარათებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ნაწარმოებია კონკრეტული კომერციული სააგენტოს თუ ბიზნესის მიერ და ეს არც თუ ისე კარგია, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ქალებს როგორც დედებს დაუფასდათ ეს წვლილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დედობა ძალიან ძიმე და ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობაა პირველ რიგში უნდა ვთქვა. კი, ნამდვილად და ნამდვილად ეკუთვნოდათ მათ ეს დღე, თუმცა გარკვეულ გადახოვებთან გვაქვს ხოლმე ხშირ შემთხვევაში საქმე და პრინციპში ანა ჯავრისი თავიდანვე აპროტესტებდა ამ ფორმას და ვცდილობთ პრინციპში დღეს ვცდილობთ ამ დისკურსის განვითარებას, რომ ჩვენ შვილებმა და ჩვენს დედებს მივულოცოთ ჩვენი არსებული რესურსებით და არა სხვა მეთოდებით, რაც შეეხება ქალთა დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ეს კიდევ უფრო მასშტაბური და საინტერესოა ამ დღის ჩამოყალიბების პროცესი, ესეც ამერიკაში იღებს სათავეს 1909 წლიდან, როდესაც სოციალისტ ქალთა შეკრებაზე კოპენჰაგენში გაერთიანდნენ ქალები და გააწყვეტეს, რომ ეს დღე დაეარსებიათ. ეს უნდა ყოფილიყო დღე, როდესაც ქალები იბრძოლებდნენ, ქალებს გაამხნევებდნენ ხმის მიცემის მოპოვების პროცესში ბრძოლისთვის, ამავდროულად აღნიშნავდნენ მათ წვლილს არამხოლოდ ხმის მიცემის მოპოვების ბრძოლაში, არამედ სხვა იმ ბრძოლებშიც ქალები ყოველთვის უჭერდნენ მხარს. პირველად აღინიშნა ეს 28 თებერვალს ამერიკაში, შემდეგ გადაწყდა რომ ეს აღნიშნული იყო თებერვლის ბოლო კვირას, თუმცა რამოდენიმე ქვეყანაში ეს აღინიშნა 19 მარტს და ძირითადად შემოიფარგლებოდა მშვიდობის მყოფელი აქტივისტებით, რომლებიც ლობირებდნენ ომის წინააღმდეგ სლოგანებით. რაც შეეხება რუსეთში 1913-14 წელს დაიწყეს რუსმა ქალებმა ამ დღის აღნიშვნა და ეს იწყება, ვიცით 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და თუმცა იქამდე 1913 წელს უკვე იყო ყველანაირი პოლიტიკური სიტუაცია იმისაც რომ ომი დაწყებულიყო და ამას ძალიან კარგად გრძნობდნენ ქალები და ამას აპროტესტებდნენ აქტიურად და მათ შორის გააწყვეტეს ეს ქალთა დღისადმი პროცესში ჩაბმისათვის გაეპროტესტებიათ ეს დღე და მათ წარმატებულად უკაცრავად ბოდიშით ჩაგეკითხებით უბრალოდ. ანუ საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე მაინც რუსეთიდან შემოაღწია, ხო? კი, ასეა. ანუ სოციალისტ ქალთა კავშირმა დააარსა ეს დღე თავიდან კოპენჰაგენში, დანიაში გაერთიანებულ ქალთა კრებაზე, როცა გადაწყვიტა მთლიანად ევროპულმა და არა მარტო ევროპულმა საზოგადოებამ, მათ შორის ამერიკელ ქალთა კავშირმა, რომ აღინიშნათ ეს დღე. მათ შორის უკვე 1913-14 წლიდან რუსეთში აღინიშნება და რუსეთიდან თავისთავად შემოდის საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ თავიდან მეფის რუსეთის დაქვემდებარებაში ვიყავით, მოგვიანებით საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებაში თუ არ ჩავთვლით 1918-21 წლის პირველ რესპუბლიკას, ჩვენ დამოუკიდებლობის ხანმოკლე ისტორია გაგვაჩნდა, თუმცა ანუ ესეთი ინოვაციები მაინც დაკავშირებული იყო რუსეთთან ჩვენ შემთხვევაში და სხვათა შორის ამ შემთხვევაში რუს ქალებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით, იმიტომ რომ ისინი აპროტესტებდნენ მამაკაცების ომში ჩართულობას და პაციფისტური სლოგანებით გამოდიოდნენ ქალები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქალებისთვის. ამის შემდეგ უკვე 1917 წელს ქალებმა გააპროტესტეს პირველ მსოფლიო ომში 2 მილიონი დაღუპული ჯარისკაცი, რაც ძალიან სავალალო იყო თავისთავად არა მარტო კონკრეტული ეთნოსისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის და საბოლოო ჯამში მათ აღნიშნეს 1917 წელს ბოლო
კვირას თებერვლის კვირას აღნიშნეს პირველად ეს დღე, რაც იულიანური კალენდრით გამოდიდა თებერვალი, თუმცა გრიგორიანული კალენდრით გამოდიდა 8 მარტი, ამიტომაც ახალი სტილითან. გაწყვეტი. ანუ საქართველოს პირველად როდის აღინიშნა ეს დღე? ანუ და როგორ შემოვიდა? ანუ ეს დიახ, ეს ცოტა რთული საკითხია, რამით წყაროები მაინც და მაინც, ანუ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არც თუ ისე ძველი მოგვეპარება, ვიცით რომ უშუალოდ რუსეთშიც აღინიშნებოდა, პარალელურად აღინიშნებოდა საქართველოშიც ხოლმე, მაგრამ როგორც 8 მარტის აღნიშვნა უფრო საბჭოთა კავშირიდან იწყება, რამე თუ მუშაქალები აქტიურად აღნიშნავდნენ ამ დროს და საბჭოთა კავშირი პრინციპში აღიარებდა ქალთა წვლილს ამ მხრივ, თუმცა იმ ფორმით არ აღინიშნებოდა, რა ფორმიდაც აღინიშნებოდა თქვათ ევროპასა და ამერიკაში. ამ მხრივ საქართველოს არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორია გვაქვს, იმიტომ და რა ფორმით აღინიშნებოდა დაუშვათ ევროპასა და ამერიკაში? რითი იყო განსხვავებული საკითხი? ეს მაგეთყვი, ეხლა გეტყვით, რომ ანუ ამ დროს ქალთა მოძრაობები მსოფლიოში არის გააქტიურებული და რა ხდება, ხო? მსოფლიოში ქალები ითხოვენ ხმის მიცემის უფლებას, ქალები ითხოვენ შრომაში ქალების ჩართვას, მათი წვლილის აღიარებას, თანაბარ ანაზღაურებას, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას და ძირითადი სლოგანები იყო ეს და ამავდროულად ომის წინააღმდეგ პაციფისტური გამოსვლები იყო. ამ პათოსს ატარებდა ევროპასა და ამერიკაში ქალთა გამოსვლები, თუმცა საბჭოთა კავშირში ეს დღე უფრო მუშაქალებს ეძღვნებოდა და თავისთავად გარკვეულწილად მოიცავდა ხოლმე ხანდახან პაციფისტურ პათოსს, მაგრამ უფრო მეტად პოლიტიკურ რეჟიმზე იყო ეს დღე ორიენტირებული და არა ქალთა საჭიროებებზე, ჩვენ კარგად ვიცით საბჭოთა წარსული, თუმცა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში პირველი პრეზიდენტის დამსახურებით დედის დღე ქალთა დღესთან დაკავშირებით დამსახურება იყო, რომ ის დედის დღე დაარსდა, ხო? კი, ნამდვილად უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, ანუ ქალთა საკითხების ხელახალი გადააზრება იწყება და ანუ დღეს უკვე თანამედროვე საზოგადოება, თანამედროვე ქართული საზოგადოება ამ დღეს უფრო ჯანსაღი დამოკიდებულებით აღნიშნავს, თუმცა საზოგადოებაში რაღაც სტერეოტიპულად არის მოკიდებული ეს ყველაფერი, თითქოს ეს ქალის რომანტიზება ხდება გარკვეულწილად ამით, როცა სინამდვილეში ეს იყო ქალთა უფლებებისადმი ვიძღვნილი დღე რეალურად იმსაც რომ ანუ ეს ევროპასა და ამერიკაში უკაცრავად ელენე, ანუ ეს რო შევაჯამოთ და დავაკონკრეტოთ, ეს იყო უფრო სოციალური ბრძოლის, ну, ერთ-ერთი დღე, ასე ვთქვათ, როცა უნდა გააქტიურებულიყო ეს ქალთა უფლებების თემატიკა და ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირში და საქართველოშიც დღესდღეობით გარკვეულწილად ეს იქცა უბრალოდ რაღაცა დღესასწაულად, როცა ნუ ქალებს ჩუქნიან რაღაც ყვავილებს და ტკბილეულს და ამითი რაღაცა შემო. თუმცა ხანდახან იძულებითაც ხდება ხოლმე, მაგალითად მომისმენია, რომ კაცი რაღაც ყვავილი უნდა მივუყიდო ცოლს, თორე სახში რომ მივალ მეჩხუბება ეს აბსოლუტურად მართალი ხარ, ანუ ეს იყო ნამდვილად ანუ ჯანსაღი დამოკიდებულება, ეს იყო სოციალური და პოლიტიკური ბრძოლის ფრონტი ქალებისათვის და შესაძლებლობა, რომ მათ მიეწვდინათ თავიანთი ხმა დანარჩენი მსოფლიოს ქალებისათვის და ამ დღეს უნდა გაერთიანებული იყვნენ ქალები იმისათვის, რომ გამხდარიყვნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. თუმცა, ანუ უფრო საბჭოთა სივრცეში ამ დღეს უფრო რომანტიზება მოხდა მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატიული ან თვითონ სოციალიზმი არ თადაგებდა ქალის ამგვარ აღქმას, საბჭოთა კავშირის რაღაც გარკვეულმა გამოვლინებებმა პოლიტიკამ, ქალების მიმართ პოლიტიკამ მაინც ეს დღე აქცია გარკვეულწილად ქალის რომანტიზების დღე და დედის რომანტიზების დღე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ქალებისათვის მხოლოდ ყვავილების ჩუქებით, საჩუქრების ჩუქებით უნდა შემოფარგლული იყო და არა ის, რომ ქალებს ემსჯელად გარკვეულ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე და გამხდარიყო მათთვის ესეც ბრძოლის ფონტი. მე დედის დღეზე მინდა კიდე ჩაგეკითხოთ, ანუ ესე იგი გამოდის, რომ დედის დღე თავიდან აღინიშნებოდა და დამკვიდრდა როგორც ჯერ ჯარისკაცების დედების ასე ვთქვათ წინწამოსაწევად, ხო? დიახ, ეს იყო ანა ჯავრისის მოსაზრება, არა მხოლოდ ესმა, ანუ ანა ჯავრისი ყოველთვის აპროტესტებდა იმას, რომ როდესაც საუბრობთ ჩვენს დედებისადმი მიძღვნილ პატივისცემაზე, ჩვენ არ უნდა შემოვიფარგლოთ ხოლმე და ხოლმე ეს კომერციული საშუალებებით და პირველ რიგში იმ დედებს უნდა მივულოცოთ ეს დღე, რომლებმაც დაკარგეს შვილები ომში და ის ამ მხრივ ცდილობდა ამ საკითხის წინწამოწევას. ამიტომაც მას ამ მშვიდობის წესრიგის დარღვევისთვის რამოდენიმეჯერ მოუხდა, პრინციპში ერთხელ მოუხდა გასამართლება იმისაც, რომ ებრძოდა ამ სტერეოტიპს საზოგადოებაში. აი ეს იყო მთავარი პათოსი ამ დღის.
მოდით ახლა ეს მას შენინებართვით გადავიდეთ ანისთან, ფსიქოლოგ ანისთან და ქალთა პრობლემების შესახებ გვიამბენ თუ შეგიძლია. თანამ პრობლემებზე დავიწყებ მინდა მართლაც ვისარგებლო შემთხვევით და თქვენზე ვთქვა ორიოდე სიტყვა ბავშვებო, მარიამ ესმა უნიჭერესი გოგონები ხართ, ძალიან მიხარია რომ თქვენი ნიჭის რეალიზების საშუალება მოგცათ ამ ტელევიზია. და მადლობა ამისთვის ტელეკომპანია ობიექტივს და მჯერა რომ ეს იქნება გარკვეული თქვენთვის რაღაცა ბიძგი მომავალი წარმატებებისთვის კიდევ და კიდევ. გისურვებთ წარმატებებს, ასევე ყველა დედას, ყველა ქალს ულოცავ ამ დღესასწაულებს. მართალია მე ესეთი კონკრეტული კალენდრული დღესასწაულები მაინც და მაინც ბევრს არაფერს მეუნება. ზოგადად დედაშვილობა, რაღაცა ქალის პატივისცემა უფრო ასე ვთქვათ, მოიცავს წელიწადის ყველა დღეს და კონკრეტულ ჩარჩოებში მას ვერ მოვაქცევთ და დედაშვილობა მით უმეტეს ისეთი სენსიტიური თემაა, რომ მას არ ჭირდება კონკრეტული დღები, მაგრამ ძალიან კაია თუ ამ დღეს უფრო მეტად მოვეფერებით, რა თქმა უნდა. მე როგორც ფსიქოლოგს მინდა გკითხოთ, ანი, აი ახალგაზრდა დედებისთვის დაუშვათ რა რჩევა გექნებათ? აი ძალიან ხშირად არის რაღაც პოსტტრაუმატული სინდრომები, დეპრესია ემართებათ, თუნდაც მშობიარობის შემდეგ. იგივე ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით არის ხოლმე რაღაც დაბნეულობები, რომ ახლა რა უყო ამ ბავშვს, როგორ აღზარდო, როგორ განვავითარო ის. დიახ, არა მარტო ახალგაზრდა დედებს, აი მე მოვიშველებ ცოტა პოეზიაში გადავიჭრები და შოთანიშნიანის არაჩვეულებრივ სიტყვებს, სიმამაცია შვილის გაჩენა, მაგრამ დედობას ქვია გმირობა. დედობა მართლაც ეს არის, არ ვიცი, ხელოვნება, რომელიც თანდათან უნდა შეისწავლო და დაეუფლო. ახალბედა დედებს ბუნებრივია, ხშირად აქვთ ხოლმე შეკითხვები ფსიქოლოგებთან, სპეციალისტებთან. მათ შორის მე ამ წუთში ახალბედა დედა ვარ. ხო და გილოცავთ. მადლობა. უნდა გკითხოთ შენ. ამ დროს მართლაც დაბნეულია, მინდა გითხრათ დედა, იმიტომ რომ ჯერ ერთი მშობიარობის მერე ეს მაშინ რაც მკითხე. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ ეს ცნობილი მდგომარეობა, ემოციური ლაბილური მდგომარეობა, როდესაც ბუნებრივია ჯერ ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს ქალში ძალიან დიდი და ამას ახლავს სხვადასხვა განცდები. ზოგადად ინდივიდუალურია ხოლმე და ძალიან ძნელია რაღაცა ისე ვისაუბროთ კონკრეტულად, მაგრამ სხვადასხვანაირად აისახება. ზოგი ფიქრობს, რომ დაუშვათ ორსულობაში ყურადღების ცენტრში იყო, ყველა თავსებლებოდა, შემდეგ უცბად ეს ყველაფერი გადავიდა ბავშვზე. რაღაც ქალი თითქოს რჩება მეორე პლანზე, არის ხოლმე ესეთი განცდები. გარდა ამისა, რაღაცას მოგეხსენებათ, როდესაც მიზნისკენ მიდის ადამიანი, საერთოდაც ასეა, უფრო მობილიზებულია, უფრო რაღაც სხვანაირად წარმოუდგენია ეს ყველაფერი. უკვე როდესაც ჩამთავრდება და გიჭირავს ხელში შვილი, რომელიც ჯერ ისე ვერ რეაგირებს, მუცელში ესაუბრებოდი, დაუშვათ, ხო? გქონდა ემოციური კავშირი ძლიერი მასთან, ხო? ამ დროს ჯერ ჩვილია ბავშვი და ვერ გპასუხობს ანალოგიურად. ესეც აი ამ ახალნამშობიარებ ქალებში ხშირად იწვევს ხოლმე რაღაცა იმედგაცრუებას ვეძახით. ეს ზოგადად 2-3 კვირა გრძელდება მშობიარობის შემდეგ. ნუ არის რა თქმა უნდა შემთხვევები, როდესაც უფრო გართულებულა და ფსიქოზამდეც მისვლა საქმე, მაგრამ რაც უფრო თავიდანვე ჩაერევა ამაში სპეციალისტი, შეიძლება თავისითაც უმეტეს შემთხვევაში გაიარა. მაგალითად მე ვიცი ერთ ჩემი მეგობარია, ახალგაზრდა გოგონა, 20 წლის გოგოა, რომელიც გააჩინა ბავშვი და ამ ხნის მანძილზე დაახლოებით 5 თვის ბავშვი ყავს და აქვს რაღაც პრობლემა, იცით როგორ სიკვდილის შიში აქვს, რაღაცაზე ფიქრობს და ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან, რატომ სჭირს ეს? ხო, აი ამიტომ ანუ დაერთო ჰორმონალური ძროები და ამასობაში რაღაცა ჯერ ერთი გამოფიტულია დედის ორგანიზმი, ხო, დაცლილია მინერალებისაგან, წაიღო ამ პატარამ ყველაფერი მუცლიდანვე. ეხა დავუშვათ მით უმეტეს მეძუძური რომ არის დედა, ხო? უძილო ღამეები, ძალიან ბევრი ფაქტორია ერთბაშად. რაღაცა თითქოს შფოთვა გეწყება, გეშინა რომ შენ შულს არაფერი დაუშავდეს, ანუ იყო დაცული მუცელში, ეხლა რაღაცნაირად ხო უფრო მეტია. ძალიან ბევრი ნიუანსია.
აი, გააჩნია ხოლმე რა რჩევებს მისცემთ აი მაგალითად ბავშვის აღზრდასთან ან ბავშვთან დამოკიდებულების კუთხით. იმიტომ რომ მე ვიცი რომ ერთ-ერთ ესე იგი პედაგოგს კითხეს რომ აი 3 წლის შვილი ყავს და როგორ უნდა აღზარდოთ და თქვენ დაგაგვიანდა თუ ზუსტად 3 წელი და 9 თვეო, იმიტომ რომ ეგრევე დაიწყებოდეს ბავშვის რასაკვირველია, საერთოდ ბავშვის ემოციური მდგომარეობა უნდა მუცლიდანვე გავამაგროთ, ასე ვთქვათ, რაღაც მხარდაჭერა ჭირდება ბავშვს ძალიან დიდი, როგორც დედისგან, ასევე მამისგან. ეს საკმაოდ ისეთი ვრცელი თემებია და საინტერესო, სადაც აი მამის ჩართულობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე. გარდა ამისა, ბავშვი გრძნობს მშობლების ემოციურ კავშირს ერთმანეთთან. ასეთ დროს ბავშვი არა მხოლოდ ემოციურად სტაბილურია, არამედ გონებრივადაც უფრო განვითარებული იბადება. დედა და მამა ორივე არ აქვს მნიშვნელობა და გარშემოყოფები. მუცლიდანვე ძალიან ისე უნდა ასმენებდნენ შვიდ მუსიკას, კლასიკურ მუსიკას, რაღაც ჰარმონიულად უნდა ვითარდებოდეს ბავშვი მუცლად ყოფნის პერიოდში. დაბადების შემდეგაც იცით რა ხშირად არასწორად ესმით ხოლმე სამწუხაროდ ახალგაზრდა დედებს, იმიტომ რომ დღეს ხაზგასმა რომ ბავშვი დამოუკიდებლობას უნდა შეაჩვიო, გასაგებია, ძალიან კარგია, მაგრამ 2-3 თვის ბავშვს დამოუკიდებლობას ვერ მოვთხოვთ და არც არის მიზანშეწონილი. მას ჭირდება, რაც შეიძლება დიდხანს ყოფნა დედასთან, დედის სიახლოვეს, რომ მან იგრძნოს, რომ ისევ გრძელდება ის მდგომარეობა, რაც ჰქონდა 9 თვე მუცელში. იყო სიმყუდროვეში, სიბნელეში, ესმოდა დედის სუნთქვა, ანუ იყო დაცული და უნდა იყოს ხშირად დედასთან და სამწუხაროდ. თუმცა კიდევ ერთი პრობლემაა ხოლმე, მაგალითად ბავშვი რო გაჩნდება, მე ან თუნდაც ამ ასაკთან შედარებით, ან აგრესიით ესაუბრები ამ ბავშვს, აი რაღაცა ხანდახან მიგრძნია ხოლმე, რომ ზიზღის შეგრძნებით ეჩხუბებიან. პირიქით მას ხო მშვიდად უნდა მოექცევი, იმიტომ რომ ბავშვი თავისი დაბადების შემდეგ გადის განვითარების ეტაპებს და ძალიან ხშირად აი ზუსტად ნეგატივიზმის პერიოდი, როდესაც ეწყება ბავშვს, ეს არის 2 წლინახევრიდან იწყება, მშობლები იბნევიან ხოლმე და ამბობენ, რომ აი ძალიან ჯიუტია, ყველაფერზე არას მეუბნება და ამ დროს ეს არის ბავშვის განვითარების ეტაპი. მან ამითი უნდა ისწავლოს მოდელი მომავალი ცხოვრებისთვის, რაღაცნაირად ეს აბსოლუტურად ბუნებრივი მდგომარეობა და ის რომ უნდა ჩაიცვას ის რაც უნდა, ან და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ეს არის ბუნებრივი. მაგრამ აქაც ოქროშუალედი არის დასაცავი. აი ფსიქოლოგები როცა ამბობთ ხოლმე რომ არ აკრძალვის წინააღმდეგი ვართ და ასე ვთქვათ უფრო თავისუფლების მომხრე, ხშირად ეს ცოტა რადიკალურად გამოსდით ხოლმე მე მშობლებს და ზედმეტადაც მიუშვებენ. არის ოქროშუალედი საჭირო. ბავშვმა უნდა იცოდეს, როდის დააშავა, აუცილებლად უნდა იყოს დაჭის და წახალისების მეთოდი გამოყენებული ბავშვის აღზრდაში. დასჯაში ჯოხი არ იგულისხმება, დასჯაში იგულისხმება ცუდად მოქცევის შემთხვევაში. უარის თქმა მისთვის საყვარელ ტკბილეულზე ან გასეირნებაზე ან რაღაცა ამგვარზე. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ერთნაირად რეაგირებდნენ მის ამა თუ იმ ქცევაზე. ხანდახან არის დედა ეჩუბება, მამა ეფერება და ამ დროს ბავშვი ძალიან იბნევა. ეს არის ძალიან ვრცელი თემები და ეხლა უბრალოდ ეხლა მოდი შენ შესახებ ისაუბრე, თუ შეიძლება შენ გახარ დედა, პირველი წელია შენთვის. დედის დღე, რა თქმა უნდა, და მოგვიყევი შენი ისტორიის შესახებ, შენ მეუღლის შესახებ, თუ შეიძლება და ბავშვის. ჩემს მეუღლეს იცნობთ ლაშა ცაიშვილი. როგორ გაიცანი? უსინათლოთა კავშირის მესამე ფილიალის ხელმძღვანელი. გავიცანი, როგორც ფსიქოლოგი მიმიწვიეს ბატონმა თამაზ მუქერიამ, უსინათლოთა კავშირის ერთ-ერთმა წარჩინებულმა წარმომადგენელმა და თამაზ მამაცაშვილმა პროექტით და იქ გავიცანი ჩემი მეუღლე ლაშა ცაიშვილი და ძალიან მალე შეგვიყვარდა ერთმანეთი 10 დღეში შეიძლება ასე ვთქვას და 3 თვის თავზე ვიქორწინეთ. მაგრამ აი 8 წელი ველოდეთ ჩვენს პატარა გაბრიელს, რომელიც წელს კი არა 2015-ის 8 ოქტომბერს მოგვევლინა და გვაჩუქა უფალმა პატარა გაბრიელი და ნუ აი ახალ ამპლუაში გრძელდება, ასე ვთქვათ, ჩემი ძალიან კარგი შეგრძნება, რა თქმა უნდა. მოდით გადავიდეთ ქალბატონ თიასთან და ვისაუბროთ თქვენს შესახებ, თქვენი წარმატებების შესახებ, დედობის შესახებ, როგორ გახდით დედა და გვიანბეთ თქვენი ისტორიის შესახებ. გავიგე რომ ექიმით ბრძანდებით. თუ შეიძლება ამაზეც მოგყვებით რა სფეროში, რა განხრით და ასე შემდეგ.
მოგესალმებით, პირველ რიგში მე მინდა ამით დავიწყო, რომ დედებს მოულოცე, ქალბატონებს მოულოცე საერთოდ გაზაფხულის რომ ყვავილდება ქვეყანა. აი ეს არის ქალბატონებისთვის თავარი, ხო, რომ ის ყვავილივით იფურჩქნება და ეს არის მისალოცი, ალბათ იმიტომაც არის მარტი ქალბატონების დღე. ყვავილი სურნელი არის ეს და ყოველთვის აი სინაზე ასოცირდება ქალბატონებთან. მინდა ჩემ დედას მოულოცე, პრეროგატივით ვისარგებლებ. ჩემი დედა ძალიან მტკივნეული ცხოვრება აქვს გავლილი და მინდა რომ აი ეს ძიმე წუთები რაც ქონდა მას ცხოვრებაში, ცოტა მაინც შემოსუბუქოთ, იმიტომ რომ გარდა ამისა ბევრი ჩემგან გამომდინარე ტრაგედიები და ამის ცხოვრება დატვირთული და მინდა რომ ჩემა ლუკა მაინც რომ შემოსუბუქოთ ეს ძიმე ხვედრი რაც მას ერგო ცხოვრებაში. მე დავიწყე ვიყავი ექთანი 9 წლის განმავლობაში, ეს ეტაპი იყო ჩემი ცხოვრებაც. სანიტრიდან დავიწყე, მერე ექთანი ვიყავი, მერე სასწრაფოს ექიმი ვიყავი. ერთ-ერთ რეგიონში, გარდაბნის რეგიონში 10 წელი ვიმსახურე ამ სასწრაფოზე და იმდენად ჰიპერაქტიული იყო ჩემი ცხოვრება. სასწრაფო მოგეხსენებათ როგორი არის ჰიპერაქტიული ზუსტად გადარბენაზე ხარ, ერთი წუთი არა გაქვს მოსვენება, ერთი ავადმყოფიდან მოვიყარ, მეორე ავადმყოფიდან. იმდენად ძლიერი ემოციური იყო. ყოველ ავადმყოფთან შენ ემოციას ტოვებ. გარდა ამისა, რომ შენი პროფესიონალიზმია, ვთქვათ, ერთ წილად იქ, ვთქვათ, განსასაზღვრე, ხო? იქ ემოციაცაა, ემოციურობაცაა, რომ რამდენადაც ემოციას გამოხატავ ადამიანის მიმართ, ავადმყოფის მიმართ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვთქვათ, სად შედიხარ, როგორ შედიხარ, რა სახლში შედიხარ, ამას აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. ეს ემოცია რჩება მასთან. და ეს ყოველთვის ესე იყო, რომ ჩემი ეს დიდი ემოცია იყო ის, რომ მიდიხარ, ვერ მეტყველებს და რომ მოდიხარ, გეჭიკჭიკება ისე მოდიხარ. რა, ეს იყო სრული, შენც ციღებ აქედან ამ ემოციას. ჩემი დედობა ერთი სამწუხაროდ ჩემი ლოკათი შემოისაზღვრება, ერთი შვილის დედა ვარ, ესეც ერთ-ერთი ტრაგედიაა ჩემს ცხოვრებაში. და იცით რა არის, დედობა არის სრულიად გამოცდილება. ახალგაზრდა დედებს მინდა უთხრა, რომ ეს არის გამოცდილება. ეტაპობრივად სწავლობ ყველაფერს. ეტაპი არის ეს, ახალშობილი ეტაპია. შემდეგ ის სხვა ეტაპზე გამოდის და იცით რა არის, იზრდები შენს შვილთან ერთად. ის როგორც სწავლობს მერე, შენც იმასთან ერთად სწავლობ, როგორ უნდა მოექცე მას. მაგრამ ეს ემოციაც არის თქვენ სწორებ ბრძანეთ. აბსოლუტურად გრძნობენ შვილები, ადამიანები ზოგადად და მით უმეტეს, ჩვენ რო ვფიქრობთ, რომ ის ბავშვია და ვერაფერს ვერ გრძნობს, პირიქით, ორმაგად გრძნობენ ისინი. გარდა ამისა, შენ ვიზუალს გრძნობენ, შენ ფიზიკურს გრძნობენ, შენ ემოციას გრძნობენ და თუ ვთქვათ, განწყობილი ხარ, როგორც განწყობილი ხარ, ვთქვათ, პატარას მიმართ, იგივე ანალოგით პასუხობს შვილიც. იქნებ გვიანბო თქვენი პრობლემის შესახებ, როგორც შეგემთხვათ, ან ზანტკივნეული კითხვა, რამდენად რთულია, აი ძალიან უხერხულ კითხვას დავსვამ შეიძლება ცოტა და ბოდიში გიხდით, მაგრამ რამდენად რთულია ჩვენს გვაინტერესებს ახლა ახალგაზრდა შეზღუდულ შესაძლებლობას მქონე პირებს იყო დედა და ქონდეს დავშოთ ეს შეზღუდული შესაძლებლობა საზოგადოების მხრიდან რა განწყობა არის და როგორია ეს საერთოდ? მოდით მე თქვენ პასუხს და მე შემდეგ გადავარ ამ შემდეგ პასუხზე. ესეც ძალიან რთული საკითხია. მე დამემართა 2014-ში ეს სკოლის ექსკურსიაზე ვიყავი წასულები, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში ვიყავით და იქ რაღაც გარკვეულწილად რაღაც ლაფსუსი მოხდა და მეორე სართულიდან გადმოვწვიდით, ჩემი შვილი შეესწრო ამ ამბავს. როგორ არის იცით რომ აი ეს ტრამა რაც მე ვიღა ძალიან რთული მდგომარეობა იყო პრაქტიკულად მე სიცოცხლის ღვარზე კი არა პირიქით უფრო სიკვდილს ელოდებოდნენ ჩემსაც ვიდრე სიცოცხლის იმიტომ რომ ის რომ მე ეხლა თქვენთან ერთად ვზივარ ის რომ მე ვთქვათ ამდენად აქტიური ვარ აბსოლუტურად არავინ არ ელოდებოდა ამას ეს არის მართლა ღვთის შეწევნა მართლა გეუნებით გულწრფელად გეუნებით ამას და აბსოლუტურად ხო მეორე დაბადება მეორე რამოდენიმეჯერ დაბადება ის ხო და რა გავლენა მოახდინა ამან თქვენს შვილზე? გეტყვით ახლა მაგას იცით გარდა ამისა რომ ტრამვა მიიღო ფიზიკური ემოციური ბუნებრივია რომ მიიღო
როდესაც მოდის და გეუბნება, რომ მოდი დედა დაგეხმარები. აი თქვათ ან ფეხის აწევა არის, თქვათ ანუ კალიასკაში დაჯდომა არის რა და მოდის და იმ ემოციასაც გამოხატავს, აი ფიზიკურ აქტივობასაც გამოხატავს, რომ დაგეხმაროს მან. რომ აი რაღაცა არა დედა ნოწუხდები რომ ვთქვათ, არა დედა მე მინდა დაგეხმარო. რამდენი წლის არის? 8 წლის არის ამჟამად, 9 წლის ხდება ეხლა 21 მარტს. რა პრობლემები გექნებათ ჩვენს საქართველოში ზოგადად ადაპტირებული რო არ არის, იქნება ამის შესახებ ვისაუბროთ რაღაც. თუნდაც დღეს რომ აქ ვიწვალეთ იმისთვის რომ თქვენ მოგვეწიეთ და ძალიან მიხარია რომ მოახერხეთ ის რომ თქვენ დღეს ჩვენ გვერდით ხართ და აი გვიანბეთ ამ პრობლემების რაც უფრო მეტი გაშუქდება მარიამ ამის თაობასთან დაკავშირებით უფრო მეტი იქნება ალბათ აქტივობაც იმიტომ რომ აბსოლუტურად მოუწესრიგებელია ჩვენი გარემო ჩვენი აი ნახეთ შემოეტია მე ვხედავთ იმის რომ ჩემი ეტლი დიდია ფიზიკურად დიდი ვარ და სამწუხაროდ დიდძევზი ვარ ხო რა ვქნათ სხვანაირად ვერ გამოხვალ ხო ეს არის ჩემი ვიზუალი და სამწუხაროდ ამას ვერ შევცვლი მაგრამ აი აბსოლუტურად მოუწესრიგებელია გარდა იმისა რომ ტრანსპორტზე მე ხომ მუშაობ პარაცენტრის პარასპორტის განვითარების ცენტრში აი იქ არის აბსოლუტურად მოწესრიგებული და რა საქმიანობთ იქ რა? რეცეპშენის თანამშრომელი ვარ, ანუ მიმღებში ვზივარ და ვაკონტროლებ, თქვათ, გარკვეულ მიუხედავად პრობლემისა, მაინც არ შეგვიძლია პარაცენტრი რა საქმიანობს? შეიძლება ამაზეც რა ორიოდე სიტყვით. პარაცენტრი რას საქმეა? ეს არის პარასპორტის განვითარების ცენტრის თბილისშიც და საქართველოშიც ვიზარდება პარასპორტი. ამაზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი, იმიტომ რომ ყავს ძალიან წარმატებული სპორტსმენები, მოგეხსენება თქვენ, ნუ აღარ გავშიფრავ, მაგრამ ეს არის როგორ ჩვენ გარდა იმისა, რომ თქვა მივიღეთ ტრავმა გარდა იმისა, რომ თქვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვართ, ჩვენ არა ვართ შეზღუდული შესაძლებლობების, ხომ? ეს არის თავარი, ჩვენ შეგვიძლია ემოციური დატვირთვაც, ფიზიკური დატვირთვაც, გონებრივათაც თქვა განსაზღვრული გვაქვს რა, როგორანაირად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეტლში დავჯექით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სახლიდან არ უნდა გამოვიდეთ. რაც საქართველოში ეს არის ამწუხაროთ რომ უნდა იჯდეს სახში, იმიტომ რომ აბსოლუტურად მოუწესრიგებელია ჩვენი გარემო. თუმცა კი მე მქონდა სრულ რაღაც სირბილთან დაკავშირებით იყო, ანუ სირბილში უნდა მიიღო მონაწილეობა და ამისთვის ვარჯიშობდი, მაგრამ ჩემი სახლი ამ პარაცენტრიდან იყო ძალიან მოშორებით და ჩემი ხედულობის გამო მიჭირდა იქ მისვლა და ეს არის ერთ-ერთი პრობლემა. კი, გვინდა გარეთ გასვლა, მაგრამ თუმცა ხელის შეწყობაც უნდა გქონდეს. ძალიან უნდა ხელის შეწყობა. ჩვენ თუ გვინდა რომ მივიღოთ შედეგი ზოგადად რამის, ამას უნდა შევუწყოთ ხელი. და ეს მარტო პიროვნულად არ არის რომ თქვა გარკვეულმა ტელევიზიამ, არა, ეს უნდა მოხდეს სახელმწიფოდან. გარკვეულწილად, იმიტომ რომ ეს არის გარემო, რომელიც არის მოუწესრიგებელი აბსოლუტურად. გარდა ამისა, არც აფთიაქებზე, არც მაღაზიებზე, არც ზოგადად არაფერზე აღარ არის უკვე აქცენტი. თავარია რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც ნამდვილად შეგვიძლია სარგებლობის მოტანა საზოგადოებისთვის. მარი, ეხლა მარი მიქიაშვილთან მინდა გადავიდე კითხვით. შენ როცა გახდი დედა, უკვე მქონდა შეზღუდული შესაძლებლობა და მინდა რომ ამაზე მოგვიყვე, ანუ რამდენად როგორ შეხვდა ამას საზოგადოება, შენს დედობას, თუნდაც იმ დაწესებულების ექიმები, თუნდაც რა ვიცი, შენს მეგობრები, შენს გარემოცვაში მყოფი ადამიანები, შორეული თუ ახლო, ასე ვთქვათ. მოგესალმებით პირველ რიგში, არ ვიცი ესმა გულის სიღრმეში ვინ რას ფიქრობდა, მაგრამ გარეგნულად ყველა ძალიან დადებითად შეხვდა ამ ამბავს. პრინციპში იყო მაინც რაღაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, ანუ ზოგი მეუბნებოდა, რომ აი კარგია შვილი რო გეყოლება, რომ გაიზრდება მერე ის შენ მოგივლის ან ხო ეს კითხვა ხო რაღაცა ეს ანისთანიც რა მაინტერესებდა რომ შვილებს რისთვის ვაჩენთ ჩვენშია თუ ანუ ჩანერგილია თუ იმისთვის ვაჩენთ რომ აი მომავალში რო დავბერდები მომიარო ხო მოდიში მაგრამ რა შეგეწოდინე გაგრძელოთ თუ შეიძლება ну ეს ალბათ мотиваციის საკითხია ზოგს როგორ ეკითხება ხო ანუ იყო ბევრი ტიპის ბევრგვარი დამოკიდებულება თუმცა რა ვიცი ყოველ შემთხვევაში უარყოფითი დამოკიდებულება არავისგან არ იგრძნია რა თქმა უნდა ხო მათ შორის იმ დაწესებულების ექიმებით აუცილებლად უნდა აღვნიშნო და ვერ ვიტყვი რომელი კლინიკა იყო რეკლამა არ გამოვიდეს მაგრამ
ძალიან ყურადღებიანი იყო ყველა და ძალიან ადეკვატურად და სწორად იქცეოდნენ ყოველთვის მთელი ორსულობის განმავლობაში, მე მშობიარობის პერიოდში და შემდგომი 2 დღე რაც იქ დავრჩი, არავისგან არაფერი უცნაური და უჩვეულო და ისეთი არასწორი, ესე ვთქვათ, არ მიგრძნია პირიქით. არ გაუკვირდა საზოგადოებას შენ გარშემო, რომ ჯერ ოჯახის შექმენი, მერე კიდევ შვილი ეს გაკურების იცი რა, ოჯახის შექმნა ნამდვილად გაუკვირდა ძალიან ბევრს და პირიქით არც მოელოდნენ და მაგ დროს უფრო იყო რაღაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, ზოგი ფიქრობდა რომ ვერ შეუძლებდი, ზოგი ფიქრობდა რომ აუცილებლად უნდა მეცხოვრა ჩემ მშობლებთან ერთად, რომ ისინი დამხმარებოდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ რო დაოჯახდი, როგორც ზოგადად საქართველოში ხო ესე ითვლება, რომ ოჯახს თუ ქმნი, აუცილებლად შვილი უნდა გააჩინო და აი ეს მეორე ნაწილი უფრო ნაკლებად გაუკვირდა ეს შვილის გაჩენის ამბავი, ვიდრე დაოჯახების. ეხლა შენს მეუღლესთან და პატარასთან ერთად ცალკე ცხოვრობ და ანუ არავისი დახმარება, ასე თქვა, არ გჭირდება და როგორია ეს დედობა დაუშვათ? რამდენად მარტივია, რთულია, რა სირთულეებს აწდები ხოლმე ყოველდღიურ ცხოვრებაში? რა ვიცი, როგორ გითხრათ, იმდენად ვერტულია, რამდენადაც ალბათ ნებისმიერ სხვა ადამიანისთვის და იმდენად მარტივია, რამდენადაც ნებისმიერ სხვა ადამიანისთვის. ანუ, რა თქმა უნდა, არის სირთულეები, ცხოვრობთ ჩვენ დაოჯახების დღიდან ცალკე ვცხოვრობთ და მათ შორის შვილი რაც ყავს, ანუ 5 თვის არის ანასტასია და ცალკე ვცხოვრობთ, თუ არ ჩავთვლით პირველ 3 თუ 4 კვირას, როცა ვიყავი დედასთან. რა ვიცი, თავისუფლად ჩვეულებრივ ვუმკლავდები, ყველაფერს არანაირი პრობლემა არ არის, საოჯახო საქმეებს მანამდეც უძღვებოდი, ბავშვის გაჩენამდე და ეხლაც ვფიქრობ, რომ არაფერი არ მიჭირს, იმიტომ რომ ძალიან დღესდღეობით ძალიან ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ თუ ვერ ხედავ ადამიანი დამხმარე საშუალებები გამოიყენო და ყველაფერი გააკეთო მხედველობის გარეშე. ანუ კარგად რა საშუალებებს იყენებ? ნამდვილად, აი მე ბოდიში რა მარიამ უნდა ჩაგეჭრა, იმიტომ რომ ეს სტერეოტიპი მართლა არის და მეც გამოვიარე ეს გამომდინარე ჩემი მეუღლიდან, ჩემი მეუღლეც ტოტალური უსინათლოა. ლაშამ დამოუკიდებლად აკრიბა თავისი სადისერტაციო ნაშრომი კომპიუტერზე და არა მარტო მუშაობს ძალიან ინტენსიურად დამოუკიდებლად და ასევე იმდენად ყურადღებიანი მამა, მე არ მგონია რომ რომელიმე მხედველი მამა ჯობდეს იმ ემოციური კავშირით, იმ ყურადღებით, რასაც ის თავისი შვილის მიმართ გამოხატავს და თანდათან მე მგონი საზოგადოებაშიც ეს სტერეოტიპები არ ვიცი. ნელ-ნელა იმსხრევა, იმიტომ რომ მაგერ მარი არის ნათელი მაგალითი იმის სანამ ჩემ მეუღლეს გავიცნობდი, მარი გავიცანი მე სხვათა შორის და მარის ვუყურებდი გაოცებული. საერთოდ როცა შეხება არ გაქვს ამ თემებთან, ყველა ოცდება თავიდან, ეს ბუნებრივია, ამაში დასაძრახი არაფერი არ არის. მე საერთოდ არ ვიცოდი რა საქმიანობენ დაუშვათ უსინათლო ადამიანები, საერთოდ უსინათლო კავშირი რო არსებობდა, ეგეც არ ვიცოდი. აი მარი იყო ჩემთვის რაღაცა ну ირინა არტოტელი და ცირა გაგულაშვილი იყვნენ, რომელმაც დამაკავშირეს ამ კავშირს და შემდეგ გავიცანი მარი მიქიაშვილი. და ვუყურებდი გაოცებული ხოლმე მის აქტიურობას და ნამდვილად ესეთი მისაბაძი გოგონაა ყველაფერში და დარწმუნებული ვარ სამაგალითო დედიკო იქნება და სამაგალითო მეუღლეა. და ასევე ჩემი მეუღლეც. თუმცა კი არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ლახავენ იმ შიშს, რომ სახლიდან გამოვიდნენ და რაღაცას მიაღწიონ ცხოვრებაში, ხო? ან რას ურჩევდი მათ, ან როგორ მოიკრიბონ ზალა, რომ აი გადალახონ ეს მდგომარეობა და რაღაცას მიაღწიონ და იცით რა, ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ სხვისი მაგალითი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ მე ჩემი გამოცდილებიდან დავაკვირდი, რომ აი თუნდაც პაციენტთან მუშაობისას ყოველთვის ღიზიანდება სხვისი როდესაც ეუბნები სხვის მაგალითს, რომ აი ის იმან ეს გააკეთა, ეს არ არის მისთვის. აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. ამ ადამიანს სჭირდება პირადი ურთიერთობა სპეციალისტთან. ну, არის ამ ფსიქოლოგთან, ან დაუშვათ სულიერ მოძღვართან, რაღაც პირადი საუბრები ჭირდება, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდი და ინდივიდუალური მიდგომა არის მასთან საჭირო. და ესეთი ზოგადი მაგალითებით ვერაფერს ვერ გავხდებით. მაგრამ შენ რას ურჩევ ესეთ თუმცა ადამიანს რა და თქმა უნდა მაგალითი. ბოდიში ესმა ხო, არა, მარი, შენ რას ურჩევ იმ ადამიანებს, როგორც თვითონ ამ გამოცდილების მქონე, ესე ვთქვათ, ადამიანმა და კიდევ მოკლედ რო გითხრა, რამდენიმე დამხმარე საშუალება რას იყენებ, იმიტომ რომ მე მგონი საინტერესო იქნება. კი ბატონო, პირველ რიგში რას ვურჩევ,
ძალიან მიჭირს ხოლმე რამე ვურჩა და განსაკუთრებით ხშირად ამ ბოლო დროს ჩემი რჩევები და მოწოდებები მიემართება ხოლმე შეზღუდული მქონე ბავშვების მშობლებს და ოჯახის წევრებს. როგორც ბავშვების, ასევე მინდა გითხრა ზრდასრულებისაც, იმიტომ რომ ძალიან ხშირია საქართველოში შემთხვევები, როდესაც თუ შეზღუდული მქონე შვილი ყავთ ან ზოგადად ნებისმიერი ოჯახის წევრი და ძმა, ის ნებისმიერ ასაკში მაინც პატარად, ბავშვად, უმწეოდ, უსუსურად აღიქმება და ეს არის ძალიან ცუდი, დამღუპველი და გამანადგურებელი დამოკიდებულება. როგორც თვითონ ამ ადამიანისთვის, ასევე მთელი ოჯახისთვის, იმიტომ რომ წარმოვიდგინე რომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენ გაქვს განცდა რომ ვიღაც შენი ოჯახის წევრი შენს კისერზეა ჩამოკიდებული, ყველა გაგებით ფიზიკურად, ემოციურად, ფინანსურად და მას არ აძლევ გასახანს არაფრისთვის. ანუ ფაქტობრივად ის ვერაფერს ვერ აკეთებს და ეს არის ძალიან ცუდი და არასწორი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ჩემს ესეთად ფორმირებაში და ასევე თქვა თუნდაც ლაშა ავიღოთ, თუნდაც ესმა ავიღოთ, ხო? მარიამი ოჯახს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ყველა დამეთანხმებით ალბათ, რომ ხო, მშობლის და ოჯახის წევრების, თუნდაც და-ძმების სწორი დამოკიდებულების, ადეკვატური დამოკიდებულების გარეშე ჩვენ ესეთებად ვერ ჩამოვყალიბდებოდით და ამდენს ვერ მივაღწევთ ცხოვრებაში. ხო? თუნდაც ხო ჩემი მშობლები ავიღოთ და ვიცი არაერთი ესეთი კარგი მშობელი, მაგრამ არიან ძალიან ცუდებით, სამწუხაროდ და აი არ ვიცი, უბრალოდ არ მესმის, რატო უნდა შეუზღუდო შენ შვილს განვითარების ყველა გზა და ყველა საშუალება, მით უმეტეს თუ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პირიქით განავითარო, რატო შეიძლება არ ატარო სკოლაში. ამიტომ პირველ რიგში მათ ჭირდებათ ცნობიერების ამაღლება, მათ ჭირდებათ კონკრეტული რაღაცა. შეიძლება უნდა შეიქმნას გარკვეული კარტოტეკა, აი ვთქვათ, შეზღუდული შესაძლებლობები პირებისთვის და ცალკეულად უნდა მოხდეს ფსიქოლოგების კონსულტაციაც და მერე ტრენინგიც, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მშობელი ვთქვათ, ფიქრობს, რომ ვაიმე, ეს ჩემი შვილია და მე მწხვენია. აი ეს დაღმა უნდა მოხსნათ, რომ აი ეს სირცხვილი არ არის. თუ ჩდება ბავშვი, ეს ვთქვათ, არავის ბრალი არ არის, ხო? თუ გარკვეული ტრამვა არის, მით უმეტეს არავის ბრალი არ არის, ხო? და ამიტომ უნდა მოხსნათ, მე მქონია შემთხვევები, რომ ვთქვათ, ელაპარაკები ტელეფონზე, გარკვეულ რაღაცას გეგმავ და ეკითხები, როგორი პირია, ეტლით მოსარგებლია? უი, ღმერთმა დამიფაროს, არა. არა და ამ დროს მე მელაპარაკება ეტლით მოსარგებლეს. ჩემი ტრამვა არის 2 წელი ხდება ახლა მაისში და პრაქტიკულად მე შევძელი შეუძლებელი. მე მიმდავ მიმართვა ესეთ ადამიანებს, ვთქვათ, ვინც არის გარკვეული პრობლემის მქონე, ასე ვთქვათ, დავარქვათ, ხომ? იმიტომ რომ არ უნდა შეეპოვონ თავის მდგომარეობას. უნდა იბრძოლონ. მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, გარკვეული პრობლემა შეიქმნა, ეს არ უნდა დათმონ ცხოვრებაში. უნდა იბრძოლონ, წავიქეცით, უნდა ავდგეთ. ელენე, კითხვა მაქვს შენთან, თუ არსებობს რაიმე ესეთი საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც მშობელს ქალს ან აძლევს იმ საშუალებას, რომ რაღაცა გამოცდილება მიიღოს ან ხო ხდები რა სკოლისმომ? კი, მესმის. იცით რა არის, ანუ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხით. დიახ, მესმის და ვეცდები ჩავეტიო. ანუ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ მოიცვან ეს საკითხები, თუმცა კონკრეტულად ერთი ორგანიზაცია, რომელიც მთლიანად ამ საკითხებს უთმობს დროს, ნაკლებად მეგულება. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ყოველთვის ცდილობს ამ საკითხების ლობირებას შეუწყოს ხელი და გარკვეულწილად ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისგებლობას ჩვენ თავზე, თუმცა არც მარტივი. ბატონო, დედების ხელშეწყობას, ხო? ანუ ბავშვების დიახ, იმიტომ რომ ქალთა ანუ ქალები ხშირ შემთხვევაში გარდა მით უფრო შეშემეპი ქალები, ანუ არ იჩაგრებიან მარტო იმიტომ, რომ თქვათ, მათ არ აქვს შესაბამისი სოციალური გარემო ქვეყანაში, ისინი იჩაგრებიან, თქვათ, საზოგადოებაში სტერეოტიპების გამო და ანუ რამოდენიმე ბარიერია, რამოდენიმე შრიანი ბარიერების გადარახვა უწევთ და მე მინდა მოკლედ თქვა, რომ ამ სტუდიაში დამსწრე ქალებს მიმართავ, რომ ისინი არიან ძალიან იღბლიანები, რომ მათ ყავთ მამაკაცები გვერდით, რომლებიც აბსოლუტურად უდგანან მხარში და მე თავად დავინახე გალბატონ თიას, როგორი არაჩვეულებრივი მეუღლე ყავს. კი, ძალიან დიდი მადლობა ამ თემების აქტუალიზებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ოდიში და ანის შესახებ ვიცი, რომ რამოდენიმე ლექსი აქვს და მოდით კვილად დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა. აი ერთ ლექსს წავიკითხა, რომელიც ჩემს ალბათ უფრო მეტი. გაბრიელ, კარგი. მაშინ მე დედა გარდაცვლილი მყავს, ჯერ წავიკითხავ დედაზე და უცბად მოვაბავ გაბრიელზე ლექსს. ეს დედას მიუძღვენი.
ნეტავ შემეძლოს, სულ ცოტა ხნით დედას ვნახავდი. ვეტყოდი როგორ მენატრება, როგორ მჭირდება. ვეტყოდი დრო რომ წამალივით სულაც არ არის. ვეტყოდი დედა, უშენობა გამიჭირდება. ვეტყოდი მალე აყვავდება იასამანი. ცრემლებსიებად დაიმაგრებს გულზე დედისთვე. ყინვა თანდათან ძალას კარგავს, მიდის ზამთარი, მონატრება კი გაზაფხულსაც ვეღარ შეიმჩნევს. სევდა ძალუმად მომეჭრა და მიმტრევს ალიონს. გაუსაძლისი მონატრება, მერგო ტრაპეზად. მინდა ცრემლები თვალებიდან პეშვით დავლიო. დედის სურნელი მომიტანოს სიომ სარკმელთან. ნეტავ შემეძლოს, სულ ცოტა ხნით დედას ვნახავდი. და ამ ნოტაზე რო არ დავასრულო გაბრიელზე, შენი პაწია ტუჩები ისევ ეძებენ დედას, თენდება გარეთ ქარია ისევ, გულში ელვარე ვარსკვლავები შენია, ყველა მთვარის ნათება, ბაგეზე გიწევს, შენი ხელები მეხებიან სიცოცხლე მხოლოდ ამწამად ღირდა, თბილი მზესავით ჩამომეღვრები შენ სიფაქიზე შევიგრძნო ფრთხილად, ისე გამათბობს შენი ღიმილი, თითქოს არასდროს არ მიგრძნია მცირედი ყინვაც, სიფუმფულეში შემოგეხვევი, დამავიწყდება ყველა დარდი და ყველა წყენაც, ისე სუფთა ხარ, ისე სპეტაკე, შენთან შეხება სიფრთხილით ვბედავ, მხოლოდ შენს გამოღირდა სიცოცხლე, ტუჩები ისევ ეძებენ დედას. და ამ სასიამოვნო ლექსით დამშვიდობები ჩვენს მაყურებელს და იმედია სასიამოვნო გადაცემა გამოგვივიდა და მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. ჩვენ კი ზუსტად 2 კვირის შემდეგ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.